იგივე სცენარი არის რა. ეს და იგივე სცენარი, მე როგორ ქართველები ვართ, ჩვენი თვისებები ძალიან კარგად იციან, ემოციები მოდის გუშინში შემერის მითხარი გასოს. აქ ვიშინში შენ რატო შემომხედე ცუდა და ჩვენ დავკვლავთ ერთმანეთს ამის გულისთვის და მივიღებთ ასეთ სურათს. Sveşetvalos bunevashi okroja bakhanam ელემენტარულად პოლიტიკური წინააღმდეგობა რაც იყო, უშუალოდ ჩვენსა და გამსახურდიას შორის. ბუნებრივად გადაიჭრებოდა არჩევნების გზით. არ გვაცალეს. ესე იგი პოლიტიკურ პროცესებს არ აცალეს. ხელისუფლებაში გაიყო სამხედრო ფორმირებები, კიტოვანსა და ქობალიაშვილის ვინმე მითხრას განსხვავება, ამერმა დააყარეს ერთმანეთს და ძალაუნებურად ჩვენ რომელიმე მხარეზე უნდა ყოფილიყავით რა, იმიტომ რომ წვია გავარდა. წვია არ გავარდნილდა, მაგრამ შევანაძესთან გაიყო მოკლედ დაკავშირი. ორ მხარედ გაიყო, შევანაძემ გადაალაგა, დღესაც ისეთივე სიტუაცია. კვლავ ხდება აი ამერის გადალაგება და ისე ვიღაცის მხარეზე უნდა აღმოჩნდეს და მე 5 წლის მერე ან შენ მოგიწევს კიდევ საკაშიჯდომა, ეხლა მომივიდაო, ან მე მომიწევს მიშა მოიყვანეს რუსებმა დასვეს. ამერიკულ მხარეს დღეს არ აქვს დიდი მექანიზმი აქ ხელისუფლების შესაძლებლად. აქ ჯერჯერობით კიდევ რუსული გარემოა. ბიზნესის ენა რო ვთქვა, რა რუსული ბაზარია. რას აკეთებს ამერიკა რა? აი ბუში, მისი ადმინისტრაცია, მისი ჩამოსვლაში რა იყო? აი გეტყვი ამასთან დაკავშირებით, რა როგორ უყურებ ჩვენ ამ პროცესს რა? ამ სივრცეში, ამ პოლიტიკურ ბაზარზე შემოსვლა უნდა დასავლეთს. იმიტომ რომ მისთვის ჩვენ არა მარტო ტერიტორია ვართ, არამედ რეგიონში მენტალობით, ცხოვრების წესით, წარსული ისტორიით, აღსარებლობით ყველაზე რეალური პარტნიორი ვართ. ამიტომ მას აქვს ინტერესი აქ იხილოს სახელმწიფო. შესაბამისად, მას უნდა შემოსვლა, მაგრამ ამ პოლიტიკურ ბაზარზე ჯერ სხვა არის დომინანტი რა, 100%-იანი წილის ფლობელი, ასე ვთქვათ, რუსეთია. საბჭოთა კავშირის დასვლის შედეგად რუსეთის გაჭირვების გამო გარკვეული რაოდენობა პირობითად ვამბობ 10-15, 20% იძულებული გახდა რუსეთი დაეწყო. ისინი შემოვიდნენ. ასე ვთქვათ, დასავლეთი შეიძლება შემოვიდეს საქართველოში. და ამ დროს ხდება როგორი რაღაცა. წარმომადგენელი მე ვარ ამ შემთხვევაში რუსეთის პირობითად საუბრობ ამერიკელთან ამ შემთხვევაში ნოდართან და ვეუბნები. ნოდა, კი გენაცვალე ეს სიტუაცია 80% მე 20 შენ და ჩემი დანიშნული დირექტორია გიორგი. შენ გაწყოს მასთან ურთიერთობა? ნუ რა სხვა რა გზა აქვს მას დარჩენილი რა. ნოდარი გამოდის და რა კაი კაცია გიორგი როგორი ის არის რა ასე შემდეგ რაჯობია დემოკრატია ასეთი ისეთი და მე ჩუმად რო შევხდება რა. ერთი ორი ბუცკა ჩამადგმევინე რა. აბა სხვანაირად როგორ უნდა შემოვიდეს ბიზნესმენი ამ ბაზარზე? ვერ შემოვა ამ ბაზარზე რა. ეს ორი ბუცკა რა არის ამ შემთხვევაში? სასამართლოს დამოუკიდებლობა გააკეთე ვიჭე და შენთან ვარ. თვითმმართველობა შექმენი შენთან ვარ. ადამიანის უფლებები დაიცავი და შენთან ვარ. რატომ არ ქმნის მაშინ? ეს არ ქმნის. რატომ არ ქმნის? იმიტომ რომ ამ სიტუაციაში მის არ არის კონკურენტუნარიანი. როგორც კი ის აქ თავისუფალ არჩევნებს დანიშნავს, მიშა ვინ აირჩევს? რატომ აგზავნის ასეთ ადამიანს რუსეთი? იმიტომ რომ მან რო გამოაგზავნოს ღირსეული კაცი არ მოუწევს ხელს ემგუშეთის გადაცემაზე, ცხინვალის დაბომბვაზე. როცა ამაზე ვსაუბრობ, რა არის გასაკეთებელი? პირველი, უნდა გავემიჯნოთ სპექტაკლი. აი ეს ბატონმა ნოდარმა თქვა. რა თქმა უნდა, იურიდიულად, სამართლებრივად უნდა გავემიჯნოთ სპექტაკლი. მეორე, არ უნდა შექმნათ, გიორგი, მოლოდინი შეუსრულებელი, ასე ვთქვათ, მიზნისა. ენოლოგებმა განაცხადეს, რომ კვლავ გაფრინდებიან. იდეის აუცილებელი მარცხი გამოიწვევს შოკს. მზადყოფნაშია თქვენი საშხაპო აპარატურა, ბროწეულის წვენის ოყნები და ადი გლუკოზა. იდეა, რომელიც არის ნასროლი, რომ ყველა ერთად, ეს არის განუხორციელებელი იდეა და ამ იდეის ანგარხორციელების შემდეგ ხალხი ვარდება ნიჰილიზმში, ბროწეულის ოყნების გარეშე. და თვითონ ჩვენგანზე ეს დამძგუნველად მოქმედებს. ამიტომ არ უნდა შევქმნათ ეს ილუზია. იმიტომ რომ პირველი ამ სპექტაკლში მონაწილეობს უშუალოდ რუსეთიდან დასმული პოლიტიკური ჯგუფები,
რომელიც დღესაც ფინანსდება. ამიტომ როცა ვიცით, რომ ამ სპექტაკლში ესეც მონაწილეობს და როცა ვიცით, რომ სპექტაკლში მონაწილეობს ფსევდოოპოზიცია უკვე მიშასგან დასმული, შეუძლებელია ერთიანობის მიღწევა. და რომს მივაქციოთ ამ ერთიანობას და ჩამოვაგდოთ მიშა, ისე როგორც ჩამოვაგდეთ შევარდნაძე. რა ხერი მივიღეთ რომ ვინ არის ის პოლიტიკური ჯგუფები, ვინც ამ სპექტაკლში მონაწილეობენ? ამ სპექტაკლში მონაწილეობს პრაქტიკულად მინიმუმ ის ხალხი, რომელიც დღეს პარლამენტშია. ყოველ დღე ამ კაცის ყოფნა ხელისუფლებაში არის დანაშაული. დანაშაული, კი. 9 აპრილამდე რამდენ დანაშაული ჩაიდეს. და ვინ არის ამ დანაშაულზე პასუხისმგებელი? როდესაც ჩვენ ყველამ ერთად მივეცით საშუალება, რომ 7 ნოემბერს თავი გადაერჩინა, დღეს პასუხისმგებელი ვართ ცხინვალში რაც მოხდა იმას. 9 აპრილამდე ვისაა გარანტია, რომ 7 აპრილს კიდევ რაღაცა სროლა არ იქნება. ან თავი დავანებოთ საერთოდ სროლას, კაცმა დღეს აიღო პიროსმანის სახში. სახში რას უზავს, როგორ უზავს, ვის აჩუქებს, ვის გაატანს, რაც გაატანს, არ ვიცით რა. რატო ვაზროთ, აგერ ვართ, ხო? ერთ შენობაში ჩავიკეტოთ, თუნდაც რა აქ ჩავიკეტოთ, ბატონო, თუნდაც კამერები იყოს, გინდა არ იყოს და ვთქვათ რა, რომ როგორ გაუკეთოთ ამას ორგანიზება. შევთანხმდეთ, მოვაწერეთ ხელი, დავდივართ გარეთ. 7 ნოემბერს რაც მან გააკეთა, რომ არაც სამსადენი, არამედ 5 თავი გაზი გამოიყენა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. აი 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ რომ 5 თავ გაზ გამოიყენეთ. როცა ტყვია ესროლა, როდესაც ამ ხელ ამბავი აკეთა. ჩვენ მას ავყევით საარჩევნო კამპანიაში. ესე იგი, ამით მან პროვოკაციულად შეგვიტყვია საარჩევნო კამპანიაში. ესე იგი, გადაიყვანა მოვლენები იმ სიბრწყეში, რომელიც მას აწყობდა. და ჩვენ შევყევით საარჩევნო კამპანიაში, გარკვეულწილად იმ იმედით, რომ ჩვენ დავამარცხებთ. დაგვავიწყდა, რომ იქიდან რამოდენიმე კანდიდატურები მე შეგვეპარება, რომ ბუნებრივად გამოყენებული ყოფილიყო ის კანდიდატურები და არ ყოფილიყო შეთანხმება სააკაშვილთან. მან კი წააგო, მაგრამ საზოგადოება ჩააგდო ნიჰილიზმში. საზოგადოება ჩააგდო უიმედობაში. მან გააკეთა ისო ჩვენ ერთმანეთი დაგმაჭრევინა. ჩვენ უკვე მიშაზე კი არ ვლაპარაკობდით, ერთმანეთზე ვსაუბრობდით რა. და უკვე შექმნა ჩვენ შორის უნდობლობის მომენტი. უკვე აი აქ რომ მოდის ადამიანები ყვებიან იმ ფაქტებს, რომელიც მართლა არ არის, რა მოსაყოლე, შენ რო იმას იქ შეხვდი, შენ რო იქ შეხვდი, შენ რო იმას ფული აიღე, წუჭყი, ეს გამოგატანინა ნებსითუნები რა. და ფაქტიურად დღეს დააყენა მდგომარეობა ისევ იმ ნიშნულამდე, რა ნიშნულზეც იყო 2 წლის წინ. სამხედრო ტერმინოლოგიით რო ავიღოთ, მოიგოს, ის კაცი, რომელიც 9 აპრილს, 2009 წლის 9 აპრილს რო ტანკს უტყამდა ჯოქს 99 წლის აპრილში ტანკები რო გამოჩნდა თბილისში, ხალხი ჩაუვარდა მუხლუხოებში. იყო განცდა, რომ ის არის დიდი ბრძოლის ერთი ჯარისკაცი და მისი ამოცანა არის ტანკის გაჩერება. მაგრამ როდესაც აქ დაინახეს, რომ ის არათუ ერთი ჯარისკაცი, საერთოდ ბრძოლაც არ მიმდინარეობს და ყველა საკუთარ წყალზე დაიწყო ზრუნვა, ის აღარ მივიდა საბრძოლველად. ვინ არის პასუხისმგებელი იმ ადამიანზე, რომელიც გუშინ კაცი იყო და აი ამ დაწოლას ვერ გაუძლო და ასე თქვათ, მათედა ცუდი საქციელი ჩაიდინა. შენი მეგობრები არიან მათ შორის, ჩემი მეგობრები არიან. დღეს რო გული გტკივა, ჩვენ შეუქმნით ამ ბიჭებს იმის განცდა, რომ ის ერთი ჯარისკაცია ამ ბრძოლაში და ის გმირულად უნდა დაიღუპოს. ჩვენ არ შეუქმნით ეს განცდა, გიორგი. ის დარჩა მარტო სისტემასთან. და როცა დარჩა მარტო სისტემასთან, ის დამარცხდა. იმის სულზე ჩვენა ვართ პასუხისმგებელი. კაცი ბრძოლაში გამოვიყვანეთ, ჩვენ გავიწიეთ და ასე მოხდა. შემდეგ როდესაც გამოვდივართ და საუბრობთ, რომ როგორ გაყიდეთ ოცლარად, როგორ გაყიდეთ მოსახლეობაზე რა. ფაქტურად ჩვენ ეს ადამიანები დავტოვეთ სახელმწიფო ხელისუფლებასთან პირისპირ. ფინა იძახდა დღეს კიდე შეიძლება. კიდევ ერთხელ ვცადოთ. ნუ მაშინ დავსვათ რამდენჯერ ვცადოთ.